თავის სიტყვაში მთავარი აქცენტი სწორედ ეროვნულობაზე გააკეთა. ზვიად გამსახურდია სახელობის დარბაზში აშბერდა ეროვნული ჰიმნი და მრავალჟამიერი. გამსახურდიას შემდეგ ყაველაში პირველი პრეზიდენტია, რომლის ინაუგურაციას საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა. ბელა ჯავახიშვილი ესწრებოდა მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციას პარლამენტში. რა მთავარი აქცენტები ჰქონდა მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტია. Satsabos გარშემო გაერთიანება, ეროვნული ინტერესების დაცვა, იდენტობა, ქრისტიანული კულტურა და წარსულის შეცდომების გაანალიზება მომავლისთვის. მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო სიტყვის მთავარი გზავნილები სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა. საქართველოს რიგით უკვე მეექვსე პრეზიდენტმა ისაუბრა გამოკვლევის და იმაზე, თუ რა უნდა იყოს მისი ამოცანა. მისცემდა ყოველს პრეზიდენტი განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც მანამდე თითქმის ინტერნეტს წარმოებდა. შედგა საკანონმდებლო ორგანოში და ეხება პარლამენტის სასოფლო აბორიდან პრეზიდენტის ინაუგურაციის თავისუფლად აქტივობა. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის სპიცი. Satsabos საქართველოს სახელმწიფო სიკვდილი, რომელიც სამების საკათედრო პატრიარქის მიერ და არსებულ მარცხის შეუწყდა. თავდობა, საკონსტიტუციო ორგანოები, სასულიერო პირები, საბჭოთა ძალების წარმომადგენლები. დარბაზში იყო ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის ლიდერებთან ერთად. ცერემონიას სტუმრებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან აბერნებდა თავს მიხეილ ყაველაშვილის ოჯახი. სპიცის დადების შემდეგ მათ წინაშე ყაველაშვილმა უკვე პრეზიდენტის სიტყვა წარმოთქვა. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი. იმის მიუხედავად, ვის მოვწონვალ და ვის არა.
მართლმა პრეზიდენტმა მიიღო პირველი მილოცვები ბიძინა ივანიშვილისგან და მმართველი გუნდის ლიდერებისგან. მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი იყო. მიხეილ ყაველაშვილის გარდა ის ცერემონიაზე ერთადერთი გამომსვლელი იყო. შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის როლზე ისაუბრა. დღევანდელი ცერემონიით სრულად შედის ძალაში საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და მყარდება საპარლამენტო რესპუბლიკა, რამაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლები. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტის სტატუსი დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. იყო პრეზიდენტი ნიშნავს